საქართველოში ჩინეთიდან იაფასიანი ქათმის ხორცი შემოდის, რის გამოც ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქტის სხვა ქვეყანაში ექსპორტი უწევთ. ამის შესახებ დღეს პარლამენტის შენობაში ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ ისაუბრა. მან თქვა, რომ უმჯობესია ოცნებამ უზრუნველყოს ხელსაყრელი პირობები, რაც მათ ფასების დაწევაში დაეხმარება. შეხვედრაზე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვერცხზე ძველი ფასი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე დააბრუნეს. ნაწილმა დღეს ღია თქვა ისიც, რომ მიუღებელი იყო კობახიძის განცხადება, თითქოს ისინი საბოტაჟსა და კარტელურ გარიგებებში არიან ჩართული. ოლიგარქის მთავრობამ ფასებთან ბრძოლის იმიტირებული პროცესი ამჯერად პარლამენტის შენობაში მოაწყო, სადაც კვერცხისა და ხორცის პროდუქტების მწარმოებლები დაიბარეს. ნინი ბალანჩიევაძე აშუქებდა ამ პროცესს ოცნების პარლამენტში. ნინი გისმენთ. ეს ხტომა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხტომის შემდგომ უკვე კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და ეს არის ახალი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება გეგმავს სურსათის ფასებთან დაკავშირებით ამ საქმეში ჩართოს საერთაშორისო კომპანია, რომელიც უკვე შეაფასებს ფასებს და იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ამ ფასნამათთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებით შოთა ბერეკაშვილმა მიმართა შალვა პაპუაშვილს, თუმცა ჯერჯერობით უცნობი არის სხვა დამატებითი დეტალი, თუ რომელი კომპანია იქნება, როდის გამოცხადდება ტენდერი, ვიცით ის, რომ ტენდერი უნდა გამოცხადდეს სწორედ ამ საერთაშორისო კომპანიასთან მიმართებით. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომელიც გამოიკვეთა და იმ პრეტენზიებს, რაც ჰქონდათ დღეს მწარმოებლებს ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, გარდა იმისა, რომ იქ საუბარი იყო DG-თან დაკავშირებით, ასევე საუბარი იყო ქსელურ მარკეტებთან და ქეშბექებთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი მწარმოებლის მხრიდან, რევაზ ვაშაკიძის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის იაფასიანი ქათმის ხორცი, რის გამოც შემდგომ უკვე ზარალდებიან ქართველი მწარმოებლები. მან ასევე მოუწოდა ოცნების ხელისუფლებას, რომ უნდა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ ბიზნესი უფრო მეტად განვითარდეს და მათ შორის საუბარი იყო რძის სკანდალთან დაკავშირებით და აქ ოპოზიციის წევრებმა გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს წარმომადგენელს რძის მწარმოებლიდან, თუ რამდენად უსაფრთხო არის ის რძე, რომელთაც შემდგომ სხვადასხვა კომპანიები პროდუქტს აწარმოებენ. ახსენე ქათმის ნაკელი ხორაზე ძალიან დიდი დავაქვთ თქვენ კომპანიასთან, ეს კიდევ უფრო მინიმუმის მინიმუმზე დაყავს პრაქტიკულად ამას პროდუქციის ფასი. პაპაშვილმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ იყენებდნენ, რატომ იყო გამართლებული მისი გამოყენება და ასე შემდეგ. ის მენეჯერი აღარ უყავს, შესაბამისად პოლიტიკად შეცვლილი არის. შეგვიძლია რომ შვიდათ იყვნენ და ვიხილოთ, რომ დღეს თქვენს მიერ წარმოებულ რძე, რომელსაც აწარმოებდა ყიდით რძის პროდუქტების წარმოებულ კომპანიებზე, არის საიმედო, სუფთა და არ არის ქათმის ნაკელით გამოკვებული. 2010 წლიდან ვმუშაობ ამ კომპანიაში, მყავს 3 შვილი და ჩემ შვილებს ვაჭმევ მხოლოდ ჩვენი რძით ნაწარმოებულ პროდუქციას. ქათმის ფასი დაახლოებით არის 8-9 ლარი. და გეტყვით უფრო მეც, რომ ჩვენი მიზანს არ შეადგენს ქათმის ფასის მაღლა. აქ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ კოტირების საკითხს. ეს ალბათ თქვენი პრობლემაა გადასაწყვეტი, იმიტომ რომ კოტირება რას ნიშნავს? უყურეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა წარმოადგინონ რამდენ ქათამს ვაწარმოებთ და რამდენია ჩვენი ვალდებულება. ჩინეთიდან შემოვიდა მკერდის ხორცი დიდი რაოდენობით ძალიან დაბალ ფასად, დაახლოებით 4 ლარის. და ქათმის დაახლოებით 13 არის წონით ქათმის მკერდის ხორცი და შესაბამისად ჩვენი გაგვიჩნდა დიდი პრობლემა. დღევანდელ ხდომას ესწრებოდნენ ხორცის პროდუქტების, ძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და როგორც უკვე გითხარით, მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა ერთის მხრივ ეს არის ქეშბექი, მეორეს მხრივ DG, რომლის შემცირებასაც ითხოვენ სწორედ მწარმოებლები. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ რა არის ოცნების ხელისუფლების პოზიცია. მაშინაც, როდესაც შეხვედრა დაამთავრდა, კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ ეს საკითხი არ არის ის საკითხი, რაზეც ამ ფორმატში უნდა იმსჯელონ, თუმცა ისინი მწარმოებლები იმედს გამოთქვამენ, რომ პოზიტიურად გაგრძელდება ეს შეხვედრები და მიღწეული იქნება შეთანხმებები ოცნების ხელისუფლებასთან და ამის შემდგომ უკვე შემდეგი ხდომა გაიმართება პარასკევს ოცნების პარლამენტში, სადაც მათ შორის იქნებიან დისტრიბუტორები წარმოდგენილები. ჩვენ დავსვით პრობლემები
ძალიან სკრუპულოზულად განვიხილეთ, მოგვისმინეს, ერთად ჩამოვყალიბდით, რა უნდა გაკეთდეს და დავინახეთ სად არის პრობლემები. დღეს ნაწილს რაც შეეხება, ერთი რაღაცა არის, ახლა პირადად ჩვენს წარმოებასთან მიმართებაში ვიტყვი. მე მიმაჩნია კონკრეტულად რა, რომ ეს არის უსამართლობა, უბრალოდ რა, რატომ? იმიტომ რომ კვერცხი რატომღაც დგას განყენებულ მდგომარეობაში. ეს მეგონი არ არის სწორი და კარგი იქნება თუ ამაზე ასე ვთქვათ, იქნება მიღწეული შეთანხმება. დღეები არ იყო ერთ-ერთი მთავარი არა, არ იყო ის დღეებზე ვისაუბრეთ. არა, მომისმინეთ, 15 წუთი ვისაუბრეთ 3 საათიდან დღეები, 15 წუთი და როგორი პირველი მიზანი არის, რომ ეს ფასნამატი სტრუქტურული პრობლემა აღმოხსნათ და რეალურად მივიდეთ კონკურენტუნარიან ციფრში. დანარჩენი დღეები და ასე სხვა დანარჩენი ეს დამატებითი მექანიზმებია და ამაზე საუბარი ნაადრევია. მოკლედ დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი კრიტიკა ოცნების ხელისუფლების მისამართით ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან, მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნები და იმისგან განსხვავებით, რაც ჩვენ აქამდე მოგვისმენია, მაგალითად ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში მათ შედარებით თავშეკავებული განცხადებები ჰქონდათ. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ ამ ფასებთან დაკავშირებით, ფასების ზრდასთან დაკავშირებით ისინი ოცნების ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას და უკვე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. ახლა საინტერესო არის, როგორ განვითარდება პროცესები, რა გამოიკვეთება უკვე შემდგომ შეხვედრის დროს და მას შემდგომ, რაც უკვე სუპერმარკეტების წარმომადგენლები მივლენ პარლამენტში და მათი ფასები არის საინტერესო, მათ შორის ქეშბექებთან დაკავშირებით, რასთან მიმართებითაც დღეს მთავარი კრიტიკა გვესმოდა ჩვენ წარმოებლების მხრიდან.